90 კილოგრამის კატეგორია. მებრძოლი გორიდან ბადრი გოგიჩაშვილი. მებრძოლი ფოთიდან ირაკლი ალანიძე. ნახოთ რა შემოგთავაზებენ მოკრივეები უშუალოდ რინგზე და იქნება აი ამ ორთაბრძოლის შედეგი. ორივე მათგანი არის ძალიან გამოცდილი, არის სხვადასხვა სტილის მოკრივე. ირაკლი ალანიძე არის ფოთელი, თუმცა წარმოადგენს ბათუმის კრივის აკადემიას. ბადრი გოგიჩაშვილი კი ვლადიმერ ჯანეზაშვილის აღზრდილია. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. როგორც პროფესიონალურ კრივში, ასევე სხვადასხვა ორთაბრძოლებში. ჯერ კიდევ დაპირისპირება დაიწყო გუშინ გაწონვების ოფიციალურ ცერემონიალზე, სადაც დაიძაბა სიტუაცია მოკრივეებს შორის, მებრძოლებს შორის. ალანიძე შეპირდა, რომ აუცილებლად დაამარცხებდა გოგიჩაშვილს. გოგიჩაშვილმა საპასუხოდ უთხრა, რომ რინგზე გამოჩნდებოდა ყველაფერი და მართლაც დღეს უნდა ვნახოთ რინგზე რა მოხდება. ირაკლი ალანიძე არის ძალიან გამოცდილი მოკრივე, ნაბრძოლი აქვს მსოფლიო კამრებზე, პროფესიონალურ კრივში, სამოყვარულო კრივში, არის საქართველოს ჩემპიონი, ნაკრების წევრი. საერთაშორისო ტურნირების მონაწილე, რაც შეეხება ბადრი გოგიჩაშვილის, მას წარდგენა არ ჭირდება საბრძოლო ხელოვნებების კომაგების წინაშე. გორელი მებრძოლი წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობს საქართველოში, საზღვარგარეთაც აქვს არაერთი წარმატებული ორთაბრძოლა გამართული, არის ახლო ბრძოლის ოსტატი. გებია რომ ალანიძე ადგილობრივ გულშემატკივრის ფავორიტი, თუმცა გორელ მებრძოლი არ ამგონია იმპაქტმა დააზარალოს, რომ არა მხოლოდ აკებში აქვს გამართული ბადრი გოგიჩაშვილს.
დასრულდა საინტერესო რაუნდი იყო. პირველ რაუნდში ალანიძე ძალიან აქტიურად დაიწყო ორთაბრძოლ. გოგიჩაშვილს კი ესეთი რაღაცეები არ აშინებს და ნახოთ, ეს არის 4 რაუნდიანი ბრძოლა, როგორ გაგრძელდება. დაპირისპირება ყველაფერს ნახავთ. მეორე რაუნდი, ნახოთ, როგორც უკვე ვთქვი, ალანიძე სამოყვარულო კრივს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამისად ტექნიკურად მოქმედებს, რაც შეეხება ბადოგიჩაშვილის. ის არის ნამდვილი მებრძოლი ჯალათია რინგზე, ეს კრივე და არაფერს არ დააკლებს მეტოქეს. ახლო ბრძოლაში ხდება საკუთრის პოტკას. აი ახლა ხედავთ რომ სტილობს ახლო ბრძოლაში შევიდეს ბადრი გოგიჩაშვილი. ზოგადად ბადრი გოგიჩაშვილს პროფესიონალურ კრივში თავისი ბრძოლების უმეტესობა გამართული აქვს საშუალო, სუპერ საშუალო ქვემძიმე წონაში, ამჯერად კი კრუიზერვეიტში 92 კილოგრამის კატეგორიაში ასპარეზობს, რაც არ არის მისთვის ჩვეული წონა, ესეც გასათვალისწინებელია. ძალიან გამოცდილ მოკრევებს ხედავთ რინგზე. სავსეა ფოთის მალთაყვის სანაპირო, მთელი ფოთი ადგილზეა, გულშემატკივრობენ ირაკლი ალანიძეს, გულშემატკივრობენ ქართულ კრივს და საკუთარ ფავორიტებს. საოცარ სანახაობას ვადევნებ თვალყურს და ნამდვილად კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნის ქალაქ ფოთის მერიას აი ამ შესანიშნავ საკრეო შოუში. მნიშვნელოვანი წვლილისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროფესიონალურ კავშირსა და ბოქს პრომოუშენს. კარგია ალანიძე, ძალიან გამართულა ჭკვიანურ კრივს სთავაზობს კომაქს, რაც შეეხება გოგიჩაშვილს. უნდა ეცადოს მაქსიმალურად ახლო ბრძოლაში შევიდეს და თავისი უპირატესობა ახლო ბრძოლაში გამოიყენოს. ხედავთ როგორ მოძრაობს ალანიძე, მიუხედავად მისი წონისა, ძალიან მოძრავი მოკრივია, ძალიან ტექნიკური მოკრივია. და შესაბამისად თავის ქალაქში კიდევ დამატებით არ ჭირდება მოტივაციის მიცემა. მინდა ყურადღება გავამახვილოთ ირაკლი ალანიძის შორტებზე, ერთის მხრივ ბათუმის კრივის აკადემია და მეორეს მხრივ მსოფლიოს კრივის ფედერაციის ლოგო და შემთხვევით არ არის ეს ლოგო ირაკლი ალანიძის შორტზე. მას აქვს ნაბრძოლი ფედერაციის მსოფლიოს ჩემპიონის კამარზე, სადაც პირადად მე ხვდა პატივი ყოფილიყავ მის სეკუნდი უმაგრე უსერიოზულესი ბრძოლა გამართა ირაკლი ალანიძე და აი შორტი სწორედ სახსოვი მართლაც შესანიშნავი ბრძოლისა. ირაკლი ალანიძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოკრევია თანამედროვე კრივში.
რაც შეეხება ბადრი გოგიჩაშვილს ამ მოკრივის სეკუნდადაც ყოფილვარ პირადად მე მალტაში და იქ ბადრი გოგიჩაშვილს გამართული აქვს უსერიოზულესი ორთაბრძოლა, მოგებული აქვს უსერიოზულესი ბრძოლა მალტაში. მე პატივი რო იყავ მე პირადად გოგიჩაშვილის სეკუნდის შესაბამისად ორივე მათგან ძალიან კარგად უძრავ ვიცი მათი ხასიათი შესაძლებლობები უძლიერესი მოკრებები არიან სოფლიო დონის ევროპული დონის მოკრებებით თავარ შობრძვიან ევროპაში გაუებზე ეძახიან როგორც ბადრის ასევე ირაკლის და დღეს ქართველ ფოთელ გულშემატკივარს აქვს პატივი ქართულ რინგზე იხილოს აი ამ ორი გამორჩეული მებრძოლის ტიტანური შერკინება. რატომაც არა. თუმცა ევროპელი გულშემატკივარი არის განებივრებული ქართველი მოკრევების ბრძოლებით. და თქვა რომ ქართველი მოკრევები არის ერთ-ერთი ყველაზე თხოვნადი გამომდინარე ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი ბრძოლიდან, ჩვენი რატომაც არა რომ აქ საქართველოში ვიხილოთ გამორჩეულ ქართულ მოკრევეთა ჯახი და სწორედ აი ამ ფაქტის შემწრენი ვართ აი ამ წუთას და აი ასე საჭისა და ექიმის გადაწყვეტილებით ბადრი გოგიჩაშვილმა ვეღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება ირაკლი ალანიძე არის გამარჯვებული ამ ორთაბრძოლაში ფოთელი მოკრივე და ფესმის აპლოდისმენტები ფოთელი კომაგის ნამდვილად დაიმსახურა მშობლიურ ქალაქში ირაკლი ალანიძემ ეს გამარჯვება სამწუხაროა და დასანანი ბადრი გოგიჩაშვილის ტრავმა გაიმარჯვა ამ შემთხვევაში ძლიერმა და უნდა მიულოცოთ ირაკლი ალანიძეს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა ირაკლი ალანიძე ქალაქი ფოთიდან. საოცარ დაპირისპირებაში. გესალმებით. ფოთი გამარჯობა სახელმწიფოს. თქვენ გენაცვალეთ, ცოტა ღელავ და მაპატიე. ვერ გამოგცემთ უბრალოდ რამდენად მინდა რომ გითხრათ. შეიძლება შემლებიც ამომივიდეს. აქ ასდილტვა რა აქ დავრბოდი, აქ გავიზარდე. ფოთში გავიზარდე. ლიდორ თავაძის დარბაზში. მან დაგვიგვი ეხი. მათ მასწავლეს კრივი, დისციპლინა და ყველაფერი კარგი რაც მაქვს მესმადლობა. თავს არ მოგაწყენთ. ყველა საკ ვისაც მიუძღვით, წვლილი აი ოდნავ მაინც. ფოთის მერია თქვენ გენაცვალეთ. ესეც რაღაცა ალბათ ყველას დაამახსოვრდება და არავის არ ახსოვს. მე 20 წელი აკრივშიო და არ მახსოვს და აი თქვენ ძვირხეთ თქვენ წინაშე მართლა. ზედმეტი რაღაც იმის გამო.
გარეშე რა. ჩვენ ავთანდილ ჭუბაბრიას უარ გამომჩეს წარმატებები და რა ვიცი, მაგ ბიჭის მოო რაც გააკეთა, მაგის დამსახურება გამეთანხმებით ალბათ ბევრი წვლილია. რა ვიცი, ყველას ჩვენ ფედერაციას მაგენაცვალეთ ლელა როგორ მახსოვს ის ისმები გთხოვე რომ შენ ფოთელი ხარო კაცო ბათუმელი მეგონეო მოვიკითხავ ჩვენ ბათუმის კრივის აკადემიას ვაშა ბარამიძეს მისი დამსახურება დიდი ოქროსული მიუძღვის რომ ეკრებში დავბრუნდი დასული ვიყავი კრივიდან რაღაც ვიზებიდან გამოდა მაგას ვენაცვალე ესე იგი ყველას მადლობა რო არ გამომჩეს ხოთ რა ლევა ეკა თუ შეიძლება ამოდი რა აი ამბავი მაქვს რა გაგიხარდება ფოთელებო ჩემი საცოლებიდან რომ გაგაცნოთ ფოთის მომავალი რძალი ასე რო თქვა არ იცოდა არავინ დავტოვე სურპრიზად ღმერთის საჩუქარია შობის საღამოს გავიცანი სულ შემთხვევით ვარიანში სხვათა შორის და მინდა თქვენ წინაშე ხელი რო ვთხოვ რა ეგა გამოვყვები ცოლად? მოიცა? გამოვყვები? კიო. როგორი იყო? მოვალ დამსახურებას მოვა, არ მივდიოდი იმ დღეს ვარიანში, აი, შემახსენე. მოვალ წავიყვანა სხვათა შორის. აბა, შევხვდებით. ხორცილში ყველას გეპატიჟებით ძმაო. აი. მაგარი იყო, თქვენ გენაცვალეთ. მე როგორიც გახარებული ვარ, ისეთი გახარებული ყოფილიყავით ყველა ვაფშე. იცნობდეთ რა, მაგარი გოგოა. ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელია პედაგოგია ძმაო. მიყვარხართ ყველა. ყველა მიყვარხართ. ვინც არ ვიცნობდით, გამიცანით და თქვენი ძმა ვარ რა, გენაცვალეთ. ხო ძალიან დიდი და მხურვალი აპლოდისმენტები მათ. ეს არკმარა უფრო დიდი აპლოდისმენტები, ესეც რაღაცას ხშირად ვერ უნახავთ ჩვენ კრივის რინგზე. აპლოდისმენტები ჩავაცილოთ ისინი.